ბიჭო. ქედან უნდა ავიდეთ ლაშა. აქ დავცემთ კარავს. მოგესალმებით. ყველა და მაყურებლებო. ნამდვილო მაყურებლებო. ეს არის რიგით 44 გადაცემა ღამის სარდაფის. წამოსული ვართ ისეთ უკაცრიელ პირობებში, როგორიც არის ტყე, თოვლი და სიცივე და ჩვენ ვაპირებთ რომ გავათიოთ ღამე აქ დათვებთან ერთად, მგლებთან ერთად, ვებხვებთან, ჟირაფებთან, ლომებთან ერთად და გასწავლით როგორ გაათიოთ თქვენს. და რატომ მოვედით აქ? ახლა შეიქმნა ქვეყანაში ისეთი პირობები, რომ გინდა არ გინდა გასაგზებია ტყეში. პირველ რიგში რაც დაგჭირდება, ეს არის ამ ადგილის ათვისება, მშვენიერი ადგილია. სტრატეგიული ობიექტები. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება რომ მოვტკევნოთ ეს ადგილი. მოვტკევნოთ, ხო? მოვტკევნოთ. აგერ წამოვიღეთ ბარი, მეგობრებო. ეგერ წამოვიღეთ ნაჯახი, მეგობრებო. ეს არ ყოფილა მოჭერილი. მოუჭირე ერთი. შენიც აი მოჭერე. მოჭერა, ხო? მოჭერა შენგან ვისწავლე. და აქ რა იქნება თუ იცით, მეგობრებო, აქ ავაშენებთ კარავის. აქ ავაშენებთ კარავის, ზოწოს ვლაპარაკობ, მე მგონი. დაიწყე საქმე, თორე საქმე ლაპარაკოს ნასვლა. უნდა დავტკევნოთ თოვლი კარგად, რომ აქ გავშალოთ ბანაკი. ეს არის ახლა რადიუსზე გავშალოთ, აი ესე. ხო. აქედან ამხელაცა იმხელა რადიუსზე გავშალოთ, მოდი. კაი. ვავა! თავარი. რა? კარავი დაგვრჩა. მაგრამ მეორე ხო გვაქვს ეგრე? არა პრობლემა. არა პრობლემა. ერთ კარავში დავიძინეთ. ამერიკაში მასე ერთ კარავში როს ხალხი. კი კაცო. და მეგობრებო, უკვე ვიწყებთ ჩვენ ადგილის მომზადებას, აშიც ჩვენ გვეხმარება ლიდერსპორტი. კი, ჩვენი გენერალური სპონსორი არის ლიდერსპორტი, ჩვენ გადარჩენას დღეს დაასპონსორებს ლიდერსპორტი. თუ ვერ გადარჩით, არ ვიცი. თუ ვერ გადარჩით, მაინც ლიდერსპორტი. თუ ვერ გადარჩით, ჩვენს ქელახის ხარჯებს ანაზღაურებს ლიდერსპორტი. 40 გადაიხდის ლიდერსპორტი. დედა, მამა არ გეშინოდეს. ხარჯები დაფარულია. თუ რამე მოხდა ჩემს ქელეხში წერას არ ვარ. წერას არ ვარ. ისე იყოს ყველა მოდი. კირილს არ ვარ. გოუში სიმღერები. გოუში ხაჯაბური. გოუში დისკოთეკა. გოუში ხორცი. გოუში. აბარა. რა პრობლემა. მე მაგაზი არ გაწყენინე. მე სიცილი მიყვარდა. მე ხორცი მიყვარდა. სიცილი და ხორცი. ჩვენი გენერალური სპონსორია ლიდერსპორტი. წავიდა ცდები ეხა პირკეთ ეს კარავი უნდა. ასე მაყურებლებიც მიყვარს მე და ყველა ხომა წამოვა ჩვენერება. იქით სამღაროში. უხერხულია. მაგრამ მოვალთ ჩვენ კიდევ და თქვენც მოხვალთ ეგ. დიდი თოვლია ეს არ დაიკერნება ასე. ეს არ ვარ გაო, წავიდეთ რომ დადნება მე მოვიდეთ. მეგობრებო, თუ ჭკვიანად იქნებით კიდევ წამოვალთ ჩვენ ტყეში და ავაშენებთ ხიდგან. ხისგან ჩვენ აშენებულს ასე კარავით არ წამოვალთ ჩვენაც. ქათამივით. კარგად მოვარტყელებ აქანე. მე წავა კაფეზე. მე წავა ლაკი. შებენი. ამუშავებაში კი გავხურდი და დავა ერთი ამოშალე კარავი და მე ჩვენი ახალგახსნილი სახლისა დავილოცოთ. ოღონდ მალე ეს გასაკეთებელი კაცო იქ ის არის შეშამო სატანი მთელი ღამე ვაპირებთ აქ ყოფნად. ვინიცობა, დათვი მოდის, მგელი მოდის, ცეცხლი უნდა გენთოს. დაუხდეს სტუმარს. და მეგობრებო, ალბათ ბევრი გადარჩენის ვიდეო გიყურებიათ, როგორ წვალობენ კავრის გასვლაზე. ჩვენ ვაქვს მეჯიკ კარავი აბრაკადაბრა ლუკა. ვახ. როგორც ასეთი თავშესაფარი 2 წუთში გავშალე და ეს დავკეტოთ თორე. უცებ ჭირდება ამას, უცებ ჭირდება ყურადღება, ეს არ არის პატარა ამბავი. და გიგა. ლაშა საერთოდ აქვს მათარა მეგობრებო, საქართველოს გულით და აქვს ყოველთვის. არ არის ეს პატარა ამბავი. არ არის ეს პატარა ამბავი. მე შენ ინსტრუმენტს ვერ გამოვიყენება. არ არის ეს პატარა ამბავი. არ არის. ახლა ცოტა სიცივე, ახლა ეს თითო ჭიქა უცებ რო შევხურდეთ სიცივეში. ხო? აი, მაიმუნობა ხა. მე მინდა სუფთა მოგაწოდო და იმონში. რა მაგრა ჩამორაკრაკდა? მიწერწუთ. სად ვარ? დამგუბრი დაფსეს. აბა, გაუმარჯოს სახალხს, გაუმარჯოს. ახალ მოსახლეობას გაუმარჯოს და ღმერთო გადამარჩინე რა. ღმერთო მაღალო. ლიმონი უნდა და ამას. თავდაონ.
აი არ იქნება ახლა დალევა ცეცხლამდე არ იქნება დალევა. ცეცხლამდე არ იქნება. ახლა შეშის მოსაჭრელად წავალთ მეგობრებო. შეშას მოვაგროვებთ, კოცონს დავანთებთ და მე უკვე დაიწყება სამზადისი საჭმლის და რა. შეშის მოგროვება ისე არ შეიძლება მეგობრებო, უნდა მოვჭრათ მხოლოდ ხმელი ან მოტეხილი უნდა წამოვიღოთ. რაშიც ჩვენ ამაში დაგვასპასურა ლიდესპორტ. ეს გამხარი ყველაფერი გვინდა. ჯერ შეშამო მაგროებია და მე ფიქსსაც შეგა. აუყური, ეს არის ყველა შეშა. და მეგობრებო, ჩვენ ვაპირებთ რომ ერთი პლასკოვნა ვაპირებთ რომ მოვაგროვოთ შეშა. რაც შეიძლება ბევრი რომ ცეცხლი არ ჩაგვიქრეს, ნადირი არ მოვიდეს ღამე. ვიყოთ თბილად, მოვამზადოთ როგორც სადილის სამხარი და დილით საუზმე. წავედით. წადი აბა, წადი, თორე გაგიკეთე შეშა. წადი დროზე. ავიდა. თავში არ მომარტყავი. აბა როგორ გავაკეთო ძმა? აბა როგორ გავაკეთო, რას ქვია, თავში არ მომარტყავი და თავში თუ მოხდადე და თვით გადარჩენას შენ რაც გააფუჭე მე გამოვასწორე. მე არ გამიფუჭებია, მაგრამ მე დამივარდა. როგორ გამოვასწორე, მიაწებე? გულია სიო. შეშა არის აუცილებელი. შეშა არის გამოუვალი. ეს შეშა რამდენი ხანს გვიყო? ეს შეშა გადაგვაზამთრებიო ჩვენ. მეგობრებო, ეს შეშა დღეს გაგვიძლევს, დაგვიწერეთ. გაგვიწერეთ კომენტარებში და მე ამოვარჩევთ ვინა მართალი. და მეგობრებო, ეთერშია მოუმზადებელი თვით გადარჩენა. ეს თვით გადარჩენა არის იაფად. ჩვენ თვით გადარჩენას იაფად და ექსპრომტად. ექსპრომტად, რაც შეიძლება დაბალ ფასებში მეგობრებო და მაღალი ხარისხით. სავანთოთ პირდაპირ? არა. აბა? ნელ-ნელა დავადოთ ასე. დავამატოთ შეშა, არ გვიყო? დავამატოთ შეშა აუცილებლად და მეგობრებო, ჩვენ ახლა დავამატებთ შეშას. წავედით მეგობრებო, დავამატოთ შეშა. ცივა, სასტრაფოდ არის ცეცხლი ასანთები, თორე შეიძლება დეგოენზრეს კიდევაც. ვინც არ ხართ პროფესიონალები, მეგობრებო, ეს თქვენით არ გაიმეოროთ, რადგან ყოველი ქმედება ამ ვიდეოში შესრულებულია პროფესიონალების მიერ. უდაბნო. საერთოდ რო გადარჩე ხო? ყველამ უნდა იშრომოს თანაბრად. გესმის ჯიმა? იჯიმა. წავიდა. გამოდინ უჭირვეულობ ჯიმა. ასეთია რთულ პირობებში. ესეთია. მარტო რო დარჩევი, შენ უნდა მიხედო შენ თავს, არავინ არ მოგხედავს. ხელი თუ გეგვეყინა, ახლა ესეთი ვიდეო არის, მე ყველაფერს ვერ ვიზამდა. მაგით კესერში ჩავიყოთ. ხელები? კესერში ისეთ მოა. ყვერებში უნდა ჩაიყო. მაგას ვერ ვიზამებთ კი. იღლიებში უნდა ჩაიყო. ხო, აგე კესერში. შენ თუ ვერ იზავ, ჩემ ყვერებში ჩაალაგე. მადლობა. ძმაო, ძმით ახარ ძლიერი. თუ კავკასიელი. თუ ზაკავს ძლიერი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ამ შეშას მივხედავთ, ცოტას მივჭრით, მოვჭრით. ახლა მეგობრებო, ლაშა დაჩეხავს შეშას და მე მანამდე დავანთებ ცეცხლს. კარგი, წავედით, აბა დავანთოთ კოცონი. ვასწავლოთ მომავალ თაობას, როგორ უნდა გადარჩენენ უღრან ტყეში დათვებისა და მგლების გარემოცვაში. და მეგობრებო, გრძელდება ჩვენ კვლავ გადაცემა, რომელიც 44 ნომერი არის რიგში და ლაშა პოპს შეშას მე ვამზადებ ცეცხლის ადგილს. ახლა ამას კარგად მოვამზადებ ჩვენ. კი. კიდევ გეტყვით მე ნელა რაღაცებს. რაღაცებს შემოგაჩვენებთ, მაგრამ ეს უშუალო პროცესია. ეში მთავარია სითბო. პირველ რიგში ხა არც ისე კარგად ვარ ჩვენ მომზადებული, მაგრამ რა უშავს. მაგრამ თან კარგად არ ვარ. მართლაც კარგად არ ვარ. თავს გავიტანთ. ასე მგონია გადავჩები. და გვეუბნებიან რომ თან კარგად არ ვარ. დათვი რომ მოვიდეს ლაშა. არ შენ გაგიჭირდება. დათვი რომ მოვიდეს სასწაულს ვანახე. მიდი, ანთე ცეცხლი თორე დაღამდება ნელ-ნელა და შაქცივა. შაქცივაო. შაქცივა ლაშასა. ცეცხლია დასანთები. დასანთ. ცეცხლია დასანთ, არა მაქვს ასანთ. ასათ როგორ არა მაქვს. ასანთ როგორ არა მაქვს, იო. თუ მოეკიდა ის შენ ახლა ამ ცეცხლის მეგობრებო. თუ მოეკიდა ისა მაგარია? სველი როა შეშა? ხო. მაინც დაინთება, ხო? ყველა ვარიანტი. საერთოდ შეშა არის გოგოსავით ძმა. ხო. როგორ იცი? რაც არ უნდა
ცივი იყოს, მაგინ შეგიძლია გააცხადო. სველია, მაგრამ მაინც hot. მაინც hot. ეს არის. კი ხედავთ, არ პირველ რიგში არ უნდა დაგვეზაროს მეგობრებო, თვით გადაჩენის დროს შეშის ბლომა, შეშის მოგროვება. და მეგობრებო, შეძვერი ფუღუროში და ციყვის გამოვართვი პატარა შეშა. ხოდმა თუ იციან სად ვართ, ვაიდანამე მოხდეს. ჰაიდარაბაშიძეზე ვართ. რაზე? ჰაიდარაბაშიძის რვაში. ჰაიდარარი გიგიხდება. ჰოლი ანიდა ჰალათი. გოლში არასდროს გაელო. აჰ, ჩემი ჰალათი. ჰაკარგი. შუშკარა დაშკეპარე. ჰოცაოკ დეკენასვალე. სესლად გადემეპარე. აი სიმღერისთვის საჩუქარი დაიმსახურე შენ? აბა. გაიხარ. მაგარი გაგიჩით. და მეგობრებო, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვართ მომზადებელი წამოსული, ამიტომ წამოვიღეთ ცეცხლის დასანთებად არა ის ფინტიკლუშკები, რომლებიც სხვა ვითომ მაგრებს დააქვენ. არამედ ჩვენ წამოვიღეთ შრავი სპირტი და პირდაპირ მოვუკიდე რომ წავიდეს, რა ბენზინი გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. ვაიდარაინ თო ცეცხლი ვერ უნდა გადარჩეკა? მაგის დედა აი რა გადარჩენა? საუყურო რა იმას მე არა. იმას უყურე მე თუ აქეთ ბრჩე აქ. ბრჩე აქ. მართალი ხარ. მე გელს უყურო თუ ბრჩე? უნდა რჩე. გამხელა რაღაცა მოგა. ეგა ბიჭო. საჯო მი. ახ შეგენაცვალ. გამჭირდება. ხომ ახეები გვაქვს გაკეთებული ყურდღლის აქეთ გვაქვს დათვის იქით გვაქვს ცოტა უფრო მაღლა და ასე. და ასევე გვაქვს ბაწარი მეგობრებო. ბაწარი მგელი რომ მოვიდეს იმისთვის. დავაბამთ იმ გელს. მოვიშინაურებთ. რომ არ შეგჭამოს მოვიშინაურებთ 1-2 დღით და რო წავალ მე გავუშვებთ. გელი თუ მოვიდა ხო? გავაგზავნით ყურდღელზე. ყურდღელზე. და მოიტანს ყურდღელს, ისედაც მგელი არ უნდა მოკლა. ხო, გელის რას მოკლა. აი, მგელი რა პონჩი უნდა მოკლა. ასევე მეგობრებო, წეში, აი, იმიტომ წამოვედი ცოტა ადრე რომ შევაგროვებინა ყველაფერი და შევაგროვეთ ყველა ის მასალა, რაც არის ცეცხლის ანთებაზე საჭირო მეგობრებო, მოვიპოვეთ ყეში მისით ზაჟიკალგა და მოვიპოვეთ ეს რაღაცა ქვა, მაგრამ ეკიდებ მამას, ამ ქვას. და დანაიპოვა კიდე ლაშამ თავისი. ჩემი ოპინიელით ჩემთან ერთად არის. კარგა ადრე მეგობრებო და ჯიბეში არ გონია? და მეგობრებო, სანამ უშუალოდ ცეცხლის დანთებაზე გადავიდოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ვისაც ჩვენი მერჩების სტიკერების შეძენა გნებავთ, მაისურების, ასე შემდეგ, შეგიძლიათ შეიძინოთ სტიკლაბზე მეგობრებო. და ვისაც ჩვენი დასპონსორება გინდათ, მეგობრებო, ჩვენი სპონსორი არის ლიდერ სპორტი და აბა ვინ გაუწევს კონკურენციას. არაა პრობლემა. არაა პრობლემა. წავიდა ცეცხლი. წავიდა. აქ არის პატარა ფიჩხუკები. მიდი გაუკიდე. კარგია, მიდი. ნახა, ვაგუზგუზებ ცეცხლს. შო ცეცხლი არის. მერე წავალ შევამოწმებთ მახეს, თუ იყო ყურდღელი, ყურდღლის მწვაცაც არის. მეტი რა გვინდა? ყურდღლის მწვაცაც შემოგთავაზებთ. ყურდღლის მწვადი, აი ეს კარგია მეგობრებო, სველი შეშა, რაც უფრო სველი შეშას დაწვავთ, მის უფრო მაგარი ხართ. იმიტომ სველი შეშის დაწვა არ არის ასე ადვილი მეგობრებო. კაცი რო ტყეში წავა და შეშას წაიღებს, არ ვიცი. ეს ისეთი ამბავია, ბუხართან როზი ხარ და სანთებელა მომეციო. თუ არ ხარ ბუხართან ზიხარ და რა წინაო სანთებელა. გარანტია და. ტყეში შეშას წაიღებს კაცი, კიდან მოაქვს შეშა. აი მან რა უთხრა თუ ის მე. თუ არ ხარო, ცეცხლი გარანტიაო და სანთებელა რადგინაო და არაო ცოტა შეუმატებდიო. ზუსტად. ამით მოუგო სიძე ყოველთვის აჯობებს მამამთის. იმიტომ რატომ? სიძე ყოველთვის ამარცხებს ყინვას ყურძნის მტევნებში. ყინვას. სიძე ყოველთვის ამარცხებს ყინვას ყურძნის მტევნებში. ყინვას ყურძნს და მამამთის. მამამთის ეგრევე ამარცხებს სიძე. ვერ დაამარცხებს და შუს მოუწყნავს. ეს ამაზე მეტი მარცხი რა გინდა განიცადო კაცო. ამაზე მეტი გამარჯვება. ამიტომ სიძეები არ გააბრაზოთ. თორე, ოი, სიძე შეუძლებელი. მან შეძლო უკვე ეს რაღაც სიძეა. აი, ამოიღებს ახლა ეს ნელა. აქ მოვა ახლა ყველა ყურდღელი, ყველა დათვი გასათბობად. დათვი ეს უნდა გაუმასპინძლეთ. სითბოზე იქნება რომ წავიჭერ მე. და უნდა გაუმასპინძლეთ მეგობრებო აგერ. ჩვენ აქ დავიმალებით ნომერში, თოფით. საფარში. აფრინე ჩაფრები ეგრიდან გამორეკავს აქ. რაზე კარგა მიუსკენი ეს? რა გავაკეთოთ დღეს ჩვენ კერძი მწვადი?
ხორცი რა თქმა უნდა. ხო. ტყეში წამოვედი და ხორცი არ ვჭამო? ხორცი. კაი, всё, მეტი არ უნდა, ახლა ცოტა ხანი დეინთოს ეს. კარგი. გაგვივდეს ცეცხლი ახლა მეგობრებო. ოჰოჰოჰო, კარგია. და კარგი, წავალ ჩვენ და შევამოწმებთ მახეს. ასევე ჩვენ წყალს მოვიპოვებთ, აქ ამდენი თოვლი როა ის არ გეგონოთ, თქვენ რომ ეს წყალად გამოდგება. და ვინც არ იცით მეგობრებო, ჩვენ დავამონტაჟეთ წყლის სისტემა, რამალ უხერხულია, რის მეშვეობითაც უნდა მოვიპოვოთ წყალი. ეხლა ცეცხლი კარგად დაინთება. ჩვენ კი წავალთ შევამოწმებთ ჩვენ გაკეთებულ მახეებს. რას ვამბობდი მე ყოველთვის, ეს თუ არ გახსოვთ, თქვენ აგერ შეგახსენებთ, რატომ არ გახსოვთ? მე ვამბობდი ყოველთვის სწავლას. სწავლა და სწავლას სხვა ამბობდა, მაგრამ კარგია მაინც. არ სწავლე მაგიტო წამოხვედი ტყეში. ხო. თორეგე. არ გინდა კარგბინაში. კი, პარკეტზე. ჯაკუზი. აგერ შეშას რო ვაგროვებ. ჩაი. აგერ იმას ტოტებს რო დავსდე, პარკეტს დავსვამდი პირდაპირ. ცეა ჩამოლაშა დაკარგა ყველაფერმა ძალა, როგორც ასეთი არა, ფულმაც ძალა დაკარგა, ფული რა გონია? არაფერი არა. ფული არაფერი არა, იმიტომ მე რომ იყო შენ დამასწრე, მე დამასწრე ფულის შოვნაზა უნდა. ფულის შოვნა რომ მინდოდეს ტყეში წამოვიდოდი? ტყეში წამოვიდოდი, შენ დამასწრებდი მე იმას. ტყეშიც კარგია ესე. ტყეშიც არის საკვები, საწმელი, ასეთი რაღაცა. ტყეში ისწრება ფული. ოპა. უეჭველი იმუშავა, გა. იცი ეს რასაც ნიშნავს, მეგობრებო. ჩვენ დავამონტაჟეთ, მეგობრებო, მახე ასაფეთქებელი, ყველაფერი პიროტექნიკა, ჩვენ რაც აიკძალა, ისინი გამოგვიყვება. ნაღმი ქონდა ასე ჩადობილი, ამისთანა კასრები ჩვენს ირგვლივ, რამე ცხოველი თუ მოვიდოდა, აფეთქდებოდა. წამოდი შევამოწმოთ, უეჭველია, დათვია ვაფეთქე და. შეიძლება ხორცი გვაქვს, წავედით. ის ისო კურდღელია? კურდღელი კი არა, დათვია. დათვი არა, იცი, გაც დათვია თუ კურდღელი. მე ვიცი რის მახე დავაყენე კაცო. შენ მასწავლი მე რის მახე. აუ, აგერ ძმა. ახლა ჩვენ დანასთან გვაქვს საქმე, ჩვენ უნდა გათვალოთ. არა, პრობლემა. მე უნდა იმავსნა ის ხორცი უნდა დავჭრა. დადგა თვით გადარჩენაში. თითი რო გავიჭრათ? კვების დრო, ჰა? თითი. შევიხორცებთ. დამისხის. ეს მე ვიყადრებ ახლა შენ იმას და თითი რომ გავიჭრათ, გვექნება მომზადებული კი მაინც, ა? უსმარ ჩავყოფ შით. ეშმაკს არ ძინავს. ეშმაკს არ ძინავს, იმიტომ რომ Devil not sleeping Jima. Devil not sleeping never. Devil never sleeping. Devil never sleeps. Sleeps. რა кай ხმავს ხო? ხოშიანი ეს გამოსაზოგია. გამოსაზოგია მაგიო. თოვში ჩავაგო. გაცივდება კარგად. აბა გაუმარჯოს ახლა ჩვენ შეკრებას გაუმარჯოს, ჩვენ წული ჭამას გაუმარჯოს. გაუმარჯოს, გამომწერებს გაუმარჯოს. საღამოს მადლი შეგეწიოთ. კი ბატონო, გამომწერებზე სიურპრიზი მაქვს მე. კი. თქვა პროცესში თან დავიწყოთ საქმე და ვთქვათ მე ჯერ დავლიოთ. გაუმარჯოს. კაი ეს დალევა, ეს ხშირად მიყვარს მე დალევა. ცუდია ხშირად. ცუდია მეგობრებო, ხშირად დალევა. გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოთ და ჩვენ გაგვიმარჯოთ. გუზგუზა ელასაც. ეხა დავიწყებ შამპურის გაკეთებას, ლუკა დაჭრის ხორცის. ესეთი ზომა კაია ჯიმა. ჰა? კაია. რატო გადავიდა ასე კადრი უცბად ღერო იყო და ღამეროა, იმიტომ რომ ცეცხლი დავანთეთ და ცოტა გაიჭიმა ცეცხლის დანთება. ცეცხლი გაიჭიმა თვითონ. შეშაც მაგარი ბლომად გვაქვს რა. მოგროვებული და დაგვაღამდა ამასობაში, დავსველდით, გამოვიცვალეთ და აგერა. მეგობრებო, შეხედეთ, კი ვაშრობთ, ნასკები ჩამოკიდებული გვაქვს აგერ. ცოტა სწორი ჯოხი ვერ მოწერი, აქედან რა შამპური გამოვიყვანო? შენ მაშინ ხარ მაგარი იქიდან თუ გამოიყვან შამპურს, აბა სწორი და რკინა რომ მოვიტანო, ყველა გამოიყვანს. მე კი გამოვიყვან, მაგრამ რატომ აწვალებ ჯიმა? შენია რა, მეგობრებო, არ უყვარს არ. მე მიყვარ, მე კაფეზე გაზდილი ვარ. კაფეს ჭამდი? ახედე და თვითონ გეტყვი ისე წვადი რა, ისე წვადია. არა, ჯერ არ არის კაცო ეს. და მიკავე ერთი მარილის მომზაბის რა. აგერ დავდო. აკალებულია. შენს გიხარია? მეც მიხარია. იმიტომ რომ წვადი იწვება. ჩართულია და მოვყვეთ ახლა ჩვენი გაჭირვება ჯერ. ჯერ ის მოყევი რატო არ არის გადაღებული წვადის შეწვა. ბოლო მომენტი. მაგას მომბობდი რა. რამ გაგაგიჟა ხება კაცი. ვერ იტყვენ, სამ კამერა ჩაირთვება. მე რასა რო ალავა. კიდე მე პასუხები? არა, აგიხსნი უბრალოდ. ეს მინდა მე მეტი არაფერი. რო გააკეთე საჭმელს, ჯერ უნდა გადაიღო და მე უნდა ჭამო. ბიჭო, მე კი არ მიჭამია, ამას არ ჯერა ახლა რა.
მე კი არ მიჯამია, გავედი, მე თუ თოზე დავხატა რამეს და მოვედი და არა წვადი. დროზია ხა ჩაი და მალე ვინდა. არა მართლა. თოვლი დავადო და ხომ წესია, მაინც თვით გადარჩენა ქვია ახლა ჩვენი იმასდა. თვით მეგობრებო, ეს არის ეპიზოდი თვით გადარჩენა იაფად. ისე არა ბიჭო. ასე ამოაბრუნე ესე უფრო მალეგანდა. მასწავლე შენ. აი გიმ. არა და მეგობრებო, ჩვენი კადრამინდა. და მეგობრებო ფანას შევხედე. და მეგობრებო, ჩვენი სპონსორი არის ახლა დესპორტ. გენერალური. ახლა კი არა. მანამდეც. გასაგებია ჯიგარი ხარჯი. და ამ ვიდეოში ის არ იქნება ყვილად არ ელოდოთ მე რო წავლენ თვით გადარჩენაზე ხოლმე და იმაში რო არიან. დათმა გამოგვეკიდა და დათვი და რაღაც ხმა ისმის და გზის პირას რო არიან 10 მეტრში გაჩერებულები და ერთი ხედით რო იღებენ და დათმა გადაირბინა და მგლის ხმებს რო ადევენ. აგერ ვარ ძმაო. მე რას მიზანს? შუა ტყეში ვარ საბადურებში მოვიდეს დათვი, მოვიდეს მგელი, მეცე გარმინდა რას უზავ? რას უზავ და იმ ჯერიმ ყავზე დავიძინე. ჯერიმ ხორს მოვატანია მაგას შენ წვას რო წაიღო. დავლევთ ჩაის, ცეცხლს გავაძლიერებთ, რო არ ჩაქრეს დილამდე, რაც გვაქვს შეშა სულ დავაყრით, კაი კოცონს დავანთებთ. სულ დავაყრით და დაწვავთ ერთად. დაგლოცავთ და დავიძინებთ და დავიძინებთ და გავიღვიძებთ დილით. დილით გავიღვიძებთ. რაღა დარჩათ? 12 საათია არა, პირველი დაიწყო. 1-6-7 საათი ძილი და გავიღვიძებთ ეგრევე. გეცოთ ჩაი. კაი. მე ამის მერე დავდე. ჩვენ მეგობრებო არაფერ ჭიქა და ეს არ მოგავს, მაგრამ თვით გადარჩენა. შეუკეთოთ, აღარ უჭირდება ეს. შეუკეთე დაწვი იქით, რადგინა მაგ შენიბრალია მე სოსის რო ჭამა. არ გასპონსორებს მაინც და დაწვი. ემრელად გამოიყურება თქვენი ის. ეგან ვერდი გამომაგლიჯა მგელმა. ხო? იმიტომ ეთყით გასვია რას ხაფავებული გავს. მილიონ გამისვია. ყვითელი. გვერდი არ მაქვს გამომაგლიჯა ჯიმა. ყვითელიონ გაგისვია. ჩაია ესე. კაი ჩაია, მაგრამ რთულია ტყეში გვერდი არ მაქვს. კაი, მაგრამ მოიყურება. შენც არ მოგაჭამოს, ეგერ ბიჭო მგელი არ მოგაჭამოს. ეგერა. დარასტო ჯე. რა გუჩალი გეკლია. ეგერა ფინი. ეგერ მგელი ყურე. დარო. არის ზანგარგადისი რას ხარ? შენ მასეფაბაკს თავი დანებე, თორე უყურე ეს რატო აიცი აქამდე გათლილი. აქობამდის ასე ამაზე დაგაჯე. და მე ისენ დაძდები? არა. ტარს დავითოვებ რომ გამოგიღო. თუ ჭკიანად მოგცევას დაიწყე. და ასე მაიმუნოვებს არ მეყი გამიგეჯი. და მე შენ კაი და მე ბულეყი, ა? შენ კაი და შენ მე კაი და შენ ბულეყიო. ესა კაცი არ დაგიფასებენ არა. კი. აგერ ვიყავი წყალზე ჩავედი და დათმა თვალი გამო ასეთი პონტია, კამერა გამოდგა ბულეყი და გვიჟდა და სიტყვა გამიჩერდა. სად ვიყავი დათვა მომაგლიჯა მეთქი თვალი მეთქი. აო. თვალი მოგაგლიჯა. ხედვა არა მაქვს. ხედვა არა გაქვს. ეს ასე ვანათებ და მაგიტომაც არ მაქვს ხედვა. კამერას იმიტომ იყენებ შენ ხედვა გაქვს. ხედვა გვაქვს. მოკლედ ესეთი ვარიანტია მეგობრებო, ცოტა წავიხემსეთ, სოსისი ჩაუწყით. ჩაი. ხალდრ სოსისი ჩაუწყი. მაგარია. წავის ვისაუზმეთ საღამოს რომელია ხოლმე? საღამოს არის საღამოს? ხო. სამხარი მივირთვით, სოსისი, ჩაი, პური, ყველი. შეიძლება ვახშამიც გააჩნია შე როგორი სტილის ცხოვრება გაქვს? მე ბოჰემური. მაშინ საუზმე გეკნება შენ ღამით. მაშინ ხო ღამით. წინა დღეს ნაგულავები, გაიღვიძებ ღამით და საუზმე რა. პირდაპირ საუზმით ვიღვიძებ. ასეთი ვარიანტი, მოკლედ 2 საათია ხა. აგერ ვარ. და მე მიმდივართ ვერსა. ცეცხლი დავანთებ. ის ძალიანაც რომ გვინდოდეს სახში ვერ წავალ. შუა საბადურის ტყეში ვართ, ჰა? ის გაფორმება ჯარისკაც არ გავს, ეგრე ბოცეკოვი ჯარისკაც. რა? შავადი. ასეთი კარავი გვაქვს. და ეს ვაფშე. ისეთ ჯარისკაც. ის გამარჯვებული. ასეთი კარავი გვაქვს და მოკლედ ესეთი სიტუაცია ამოვედით ჯერ ყინვა არის ძალიან მაგარი. ყინვა -3. 1.5 მეტრიან თოვლზე გვაქვს კარავი გაშლილი. ნახოთ რომ ლინია. სიცივია. ყინვა ნახე აბა. ყინვა სასწაულია.
მაგრამ უყურე ცეცხლი როანთია თან ისეთი ის არა, სიცივი. ნუ სასწაულია ამწერენ. მოსე. ნუ ლაპარაკო მაგნეს მარტო უნდა ჩავწერო დამშვიდობება. და მე რატომ ანათებ? მეგობრებო, მაშა არის უნდა მოსე კაცი. მეგობრებო, გამშვიდობებით, ეს იყო ღამის სარდაფის 54 გადაცემა, ჩავთმუნდებით, დავიძინებთ და ეს ვიდეო თუ დაიდო იმას ნიშნავს, რომ გადავრჩით. გვიყვარხართ, გვენატრებით, ავიდეთ 50 კასპეშალზე, რომ გვიყვარხართ, გვენატრებით, გვათფობთ. გვათფობთ. ეს პლედია შენი გამომწერი. ასე ჩაბახულ. კაგად. დაუქნიე ხელი. კაგად.